ხელისუფლების კრიტიკა და რიტორიკა მკაცრდება კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ საუბარია სამართლიან არჩევნებზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურა ამ მიმართა საგამოძიებო უწყება ისვედისგან ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების და შესაბამისი მასალების მიწოდებას ითხოვს. როგორც ირკვევა, მიმართვა თვეების წინ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებულ ძიებას უკავშირდება. ისვედი მასალების გადასაცემად დამატებით დროს ითხოვს, რაც ხელისუფლებას კითხვებს უჩას. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ორგანიზაციამ შესაძლოა შედეგების ფალსიფიცირება მოახდინოს. ამ ეჭვებს ქართულ ოცნებას 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოვლენილი უზუსტობა და ის განმეობაც უმყარებს, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ ისვედმა პარალელური დათვლის შედეგების და ცესკოს მონაცემების დამთხევა დაადასტურა, თუმცა საკუთარი შედეგების გასაჯაროებაზე უარი თქვა. მოტივად წინა საარჩევნო და არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევები დასახელდა. გაყალბდა თუ არა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამ კითხვას სამართლებრივი პასუხი პროკურატურამ უახლოეს მომავალში უნდა გასცეს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო უწყება გამოკითხვებთან ერთად სამართლიანი არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებითაც ინტერესდება და ისპედისგან შესაბამის დოკუმენტაციას ამ დრომდე ელოდება. სამართლიანი არჩევნები პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა დოკუმენტაციის დიდი მოცულობის მოტივით პივიტის შედეგების გადასაცემად პროკურატურისგან დამატებით დროს ითხოვს. საქმე ლაპარაკის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ სამართლიანი არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგების გასაჯაროება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებით დადასტურდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ისფედი 2020 წლის მსგავსად ოქტომბერშიც არჩევნების გაყალბების წარმოსაჩენად საზოგადოებაში აღქმების შექმნას ცდილობდა. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული ინფორმაცია მიეწოდოს პროკურატურას იმისათვის, რომ ყველაფერი გახდეს ნათელი. თქვენ გახსოვთ, რა მოხდა 2020 წელს, მაშინ მან ჩაატარეს პარალელური დათვლა და გააყალბეს რეალურად დათვლის შედეგები. ახლა ვეღარ მოახერხეს დათვლის შედეგების გაყალბება, თუმცა აღარ აქვეყნებენ ამ შედეგებს. ყველაფერი ერთ დღესავით ნათელი 2020 წელსაც და 2024 წელსაც. მათი ემოცია იყო ისეთი აღქმის შექმნა, რომელიც გაყალბებულად ჭყალებს წარმოაჩენდა არჩევნებს. თუმცა ყველა ხედავს, იმ არჩევნები ჩატარდა სუფთად, არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე, შესაბამისად ისვედის ეს ცდილობები, რა თქმა უნდა, განწირულია. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები პროკურატურის მიერ პივიტის შედეგებით დაინტერესებას სამართლიანი არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა დაფასებენ და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას ფარს უწოდებენ. ნულოვანობა მაქვს საქართველოს პროკურატურის და მისი ყველა გამომძიებლის. ეს გამოძიება თავისთავად არის პოლიტიკურად მოტივირებული მასკარადი, რომლის მიზანიც არის პოლიტიკური რეპრესიებში ხელის შეწყობა, ხელისუფლების დანარჩენი შტოების შესაბამისად. არც ერთ გამოძიებას ამ საკითხზე, რომელსაც აწარმოებს ეს უწყება, რა თქმა უნდა, არ ვენდობი. პროკურატურის საქმე არ არის იჩხიკინოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საქმეებში. ჯერჯერობით ამ ქვეყნის კონსტიტუცია ისევ მოქმედებს და ამ კონსტიტუციით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თავისუფლებიან თავის ქმედებაში. არჩევნებს აყალბებდნენ ის ადამიანები, რომლებიც პირადობებს და პასპორტებს ართმევდნენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენი პარტიის წევრებს. არჩევნების წინა დღეებში, როცა ვსაუბრობ ჩვენ არჩევნების გაყალბებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, როცა მიდის ის არის ძალიან არაადეკვატური, ხა არაფერ შუაში არ არის, არც ადამიანების მოსყიდვასთან, არც საარჩევნო манипуляციებთან და არც ზონდერ ჯგუფებთან და კრიმინალური ელემენტების ჩართვასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენლებს. ეს გამოძიება ჩვენი წარმოდგენით არის აბსოლუტურად ფარსი. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს, ყველაზე კრიტიკული დასკვნა დადო ამ ქვეყნის არჩევნების ისტორიაში. კითხვის ნიშანი არჩევნების გაყალბებასთან, სისტემური გაყალბების მეთოდებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კითხვის ნიშნებს საერთოდ კითხვის აღარ არსებობს, დიდი ხანია ესეა, რომ არჩევნები გაყალბდა სისტემურად. მმართველ გუნდში კი ისფედის ყველა გადაწყვეტილების უკან უცხოური ძალის გავლენას და პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ სამართლიან არჩევნებს დამატებითი დრო პარალელური ხმის დათვლის შედეგების ფალსიფიცირებისთვის ჭირდებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისფედს თაღლით ორგანიზაციას უწოდებს და აცხადებს, რომ სამართლიანმა არჩევნებმა პივიტის შედეგები, რომელიც ცესკოს მონაცემებს ემთხვევა, დონორების მითითებით არ გამოაქვეყნა. როგორც ქართულ ოცნებაში
საქმეში აცხადებენ სამართლიანი არჩევნები ამერიკიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ თანხებს ბრიუსელიდან იღებს და ეს ფინანსები ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას ხმარდება. უკვე მეხუთე დღე არის და ისინი ამ დოკუმენტაციას არ გადასცემენ. რა თქმა უნდა, ამ დროს ჩდება ძალიან გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება კვლავ ცდილობენ გარკვეული ფალსიფიკაცია მოახდინონ მის გადაცემას პროკურატურისადმი, ჭირდება ძალიან მოკლე დრო, მაგრამ არ გადასცემენ ამას ობიექტური სახით, იმის გამო, რომ კიდევ ერთხელ ეს სიყალბე, რომელიც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე მათი ხელით, არ გამოაშკარავდეს. ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება უკვე ჩაიხსნა და ერთადერთი ამ თაღლით ორგანიზაციას დღეს აფინანსებს ბრიუსელი. და ეს არის რა თქმა უნდა სკანდალური, როდესაც ორგანიზაციას, რომლის რეპუტაცია არის ნულის ტოლი, წინა საპარლამენტო არჩევნები 2020 საპარლამენტო არჩევნები იყო და თაღლითობა ჩაიდინოს, 2024 წლის არჩევნებში თაღლითობა ჩაიდინეს. ამასეთ ორგანიზაციას ვაძლევ ფულს ევროპელი გადასახადის გადამხდელების. რა თქმა უნდა, ეს არის ფული, რომელიც ხმარდება სხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციას და არჩევნების აყირავებას. 2024 წელს მათ უკვე დამალეს და არ გამოაქვეყნეს პარალელდათვლის შედეგები და მე ადრე ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სარწმუნო ინფორმაცია, რომ არ გამოექვეყნებინათ ეს შედეგები, მათ უთხრა ან უკანახმა მისმა დონორმა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე გასული წლის 30 ოქტომბერს დაიწყო. ფიზიკური პირების და მოწმეთა ნაწილი საგამოძიებო უწყებაში, ნაწილი კი მაგისტრი მოსამართლის მიერ საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედური ანგარიში 15 იანვარს გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებით და ექსპერტიზებით გაყალბების ფაქტები არ მტკიცდება.